ეროვნული გამოცდების შემდეგ ყველაზე სტრესული ეტაპი დგება ფაკულტეტების არჩევა. ზოგს უკვე მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი რისის სწავლა სურს, თუმცა ბევრი ჯერ კიდევ ფიქრობს და განიხილავს რა იქნება ყველაზე სწორი არჩევანი. დღეს EdLab-ის ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ სამ მთავარ საკითხზე. რეალურად რა არის მომავლის პროფესია, რა ბედიელის ჰუმანიტარიას და რატომ არ არის პროფესიაში შეცდომის დაშვება საბოლოო განაჩენი. დავიწყოთ მთავარით, რა პრინციპით უნდა აირჩიოთ პროფესია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევით, მომდევნო 5 წელიწადში შრომის ბაზარზე უნარების თითქმის ნახევარი სრულად შეიცვლება. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ვიწრო სპეციალობის არჩევა სარისკოა. პროფესია უნდა გაძლევდეთ ფართო გასაგანს, დასაქმების მრავალფეროვან არეალს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საკუთარი საქმის, პროექტების თუ ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობას. დღეს ასეთი მოქნილი მიმართულებებია. მონაცემთა მეცნიერება, ციფრული პროდუქტების მენეჯმენტი, UX UI დიზაინი, ფინანსური ტექნოლოგიები. ეს სპეციალობები გაძლევთ თავისუფლებას, იმუშაოთ ბანკში, ტექნოლოგიურ კომპანიაში ან საერთოდ თქვენი სტარტაპის შექმნით. როცა ამდენს ვსაუბრობთ ციფრულ პროფესიებზე, შეიძლება იფიქროთ, რომ ტრადიციული ჰუმანიტარული დარგებისთვის, მაგალითად ისტორიისთვის, ფილოლოგიისთვის ან მასწავლებლობისთვის ადგილი აღარ რჩება. თუმცა რეალობა სრულიად სხვაგვარია. სინამდვილეში თუ ეს დარგები გაქრება, ჩვენ დავკარგავთ იმას, რასაც ზუსტი მეცნიერებები დამოუკიდებლად ვერ ფარავენ. ადამიანურ კონტექსტს, ეთიკასა და სოციალური პროცესების სიღრმისეულ აღქმას. სწორედ ამიტომ დღეს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები მასობრივად ეძებენ ადამიანებს ძლიერი ჰუმანიტარული ბაზით, რათა თავიანთ პროდუქტებს ადამიანური შინაარსი შესძინონ. მაგრამ როგორ უნდა აირჩიოთ ეს სპეციალობები 21 საუკუნეში ისე, რომ ფართო გასაგანი გქონდეთ? გამოსავალი არის მოდერნიზაცია და ჰიბრიდული უნარები. ფილოლოგია დღეს ამ სფეროში უდიდესი მოთხოვნაა UX რაიტერებზე და კონტენტ სტრატეგებზე, რომლებიც აპლიკაციებსა და ვებსაიტებს ჩვენთვის გასაგებ ადამიანურ ენაზე ალაპარაკებენ. ისტორია და ფილოსოფია. თუ ამ ბაზას მონაცემთა ანალიზს დაუმატეთ, უნიკალური კადრი ხდებით ბიზნესსა და ანალიტიკურ ცენტრებში. მაგრამ შეეხება მასწავლებლობას, ის გაქრობის საფრთხის წინაშე არ დგას. ქრება მხოლოდ ტრადიციული მასწავლებლის როლი, რომელიც უბრალოდ ინფორმაციას გადმოგვცემს. დღეს პედაგოგი მენტორია. ტექნოლოგიებთან ერთად შეგიძლიათ EdTech ინდუსტრიაში შეხვიდეთ და თანამედროვე სასწავლო პლატფორმების შექმნათ. და ბოლოს, ვისაც გგონიათ, რომ არასწორი პროფესია აირჩიეთ, ნუ ინერვიულეთ. კვლევების მიხედვით თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში საშუალოდ 3-დან 5 ჯერ იცვლის კარიერას. დღეს დომინირებს უწყვეტი სწავლის პრინციპი. ძველი პროფესია წყალში გადაყრილი დრო არ არის. ის გეხმარებათ ახალი უნარების მარტივად ათვისებაში. პროფესია უნდა გაძლევდეთ შესაძლებლობებს და არა ჩარჩოებს. აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში, თქვენ რა პროფესია აირჩიეთ, ან ხომ არ გეგმავთ მის შეცვლას. გამოიწერეთ EdLab და ერთად გავაანალიზოთ განათლების მთავარი თემები.